გადავიდეთ სამსოფლიო ამბებს მოვიხილავდეთ, მოდი გამოვეხმაუროთ იმ ამბავს, რაც დღეს ჰქონდა ადგილი დღეს მანძილზე. ამბავს ალბათ ყველას მოგეხსენებათ, საუბარია პირადი ცხოვრების ფარულ ჩანაწერების გავრცელებაზე. რა შეიძლება ითქვას? პირველი ეს არის შედეგი იმისა, რომ თქვათ წინა გამოცდილება ვერ გავანალიზეთ და ამას არ მოყვა მკაცრი რეაქცია პირველ რიგში სახელმწიფოს მიმართ, გულისხმობ იმას, ხო, რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან და პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან, რომელმაც მკაცრად არ დასაჯა, თქვათ, იმის ავტორები, გამავრცელებლები, რაზეც იყო ადრე საუბარი, ხო? და ეს არის ერთგვარი წახალისება და ალბათ მომავალშიც თუ ესე გაგრძელდა და პრეცედენტი არ შეიქმნა, თქვათ, დაჟის კანონის ძალით დაჟით ამ ყოველთვის ესე იქნება ყოველთვის და უნამუსობის გარდა ვერაფერს ვერ დავარქმევ. ხო, რა თქმა უნდა, მე კიდევ ვიტყოდი, რომ ეს ქალისთვის შეიძლება ბევრად უფრო არაკომფორტული და ბევრად უფრო მძიმე იყოს ჩვენ საზოგადოებაში, შეიძლება ეს მამაკაცის შემთხვევაში ყოფილიყო, ძალიან სამწუხარო ფაქტია და გვინდა და გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია ამას. კი, და ამასთანავე რა არის, გარდა იმისა, რომ თქვათ ადამიანს ანადგურებ მორალურად, ძალიან დიდი დარტყმა თვითონ სახელმწიფოსთვის მის უმეტეს მოიხსენება რა ეტაპები გვაქვს წინ, ვიზური ლიბერალიზაცია, ნატოს ვიძახით, ევროკავშირი გვინდა და ამ დროს ესეთი რაღაცები ხდება და ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის და არ ვიცი. მე აღარ მინდა ცხოვრება და არც არავის აღარ მინდა მე მგონი ეს ალბათ ჩვენზე არის ამ ამბის გაგრძელება გამოვხატავთ ჩვენ დამოკიდებულებას ასეთი მოვლენების მიმართ. ანუ ეხლა კიდე ერთი ამბავი არტისტმა, მწერალმა და მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ მთავრობის კანცელარიასთან პერფორმანსი მოაწყო, რომელსაც გასპარ ნოეს კიდობანი დაარქვა. მან ამ პროექტორით გასპარ ნოეს ფილმი სიყვარული მთავრობის კანცელარიის შენობის კედელზე აჩვენა. გახსოვს ხო ეს ფილმი, რომელიც კი, ჩვენ ვისაუბრეთ ეთერში ამ ფილმის პორნოგრაფიის სტატუსი, ხო? და მოდი ვნახოთ თავად კომენტარი მისი. ეს არის სანამ დააკავებდნენ მისი კომენტარი. კი, აქციის შემდეგ ინტერვიუ. უნდა გამოგვერთო კამერა და ხელი შეუშველეს, რომ ეს ფილმი გამოუშვა კანცელარიის კედელზე და ამაზე წინ დადგნენ და გამოსახულებას არ მიცე საშუალება, რომ კედელზე ყოფილიყო. ფილმი ჩაქა მოახერხეთ თუ მოახერხეთ თავიდან, შემდეგ მოვიდა ხელი შეუშველეს. მაშინ ჩემი პერფორმანსი, რომელსაც ქვია გასპარ ნოეს კიდობანი, რომელიც ეხება იმ აბსურდს, რომელიც განახორციელა შესაძლოა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს ფილმი აჩვენეს ბათუმის კინოფესტივალზე და ეს რომ ეს არის პორნოგრაფიის გავრცელება. მე მგონია, რომ შესაძლოა პრეროგატივად არ არის ეს, რომ ფილმის მხატვრული ანალიზი გააკეთოს იმ ქვეყანაში, სადაც სამავალში აღმოჩენილ კასრებს ჩვეულებრივად მოქალაქეებს ქუჩაში აჩვენებდნენ იმ სისასტიკეს, რაც მაშინ ხდებოდა და იქ დადიოდნენ ჩვეულებრივად არასრულწლოვანები, მაშინ არავის რეაგირება ამაზე არ მოხდენია და რადგან ამ მხატვრულ ფილმზე გადაწყვეტეს, რომ ეს არის რაღაც კანონის დარღვევა, რომელიც კანონის ამას ვერ გვიმარტავებს. თახო ჯარიმები დაგიწერეს თქვენ? არ ვიცი, აი მონაცემებს იწერენ ჩვენსაც და რაღაცები ზემდომ ორგანოებს. ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ გავაგრძელოთ ეს თემა და ასევე თუ გვექნება შესაძლებლობა სტუმრადაც მოვიწვიოთ ერეკლე, ვისაუბროთ. ხო, ანუ ბოლო ინფორმაციით განყოფილებაში გადაიყვანეს ნეტგაზეთის Facebook-ზე ესე წერია მისი ადვოკატის ინფორმაციით, პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 255 მუხლით იძიებს, რაც პორნოგრაფიის გავრცელებას გულისხმობს. და ნახოთ თუ რამე სიახლე გაირკვევა, ვიტყვით ეთერში.